ამ ვიდეოში მოგვიყვებით რა მექანიზმი იწვევს სლოკინს და როგორ შეგვიძლია ჩვენი შევაჩეროთ. ეს არის დიაფრაგმა, კუნთი, რომელიც გუმკერდისა და მუცლის ღრუებს ერთმანეთისგან გამოყოფს და სწორედ ამ კუნთის შეკუმშვა იწვევს უცაბედ ინსპირაციას, ანუ ჰაერის ჩასუნთქვას, რის პარალელურადაც ხორხი ისპაზმება და ჩვენი სახმო იოგები გამოსცემს იმ სპეციფიურ ხმას. სლოკინის გამომწვევი კი ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ ძალიან სწრაფად და დიდი რაოდენობით საკვების ან სითხის მიღება. ამასთან სლოკინის ტრიგერი შეიძლება იყოს საყლაპავში, ანუ აი ამ სტრუქტურაში უცაბედი ტემპერატურული ცვლილება. ამას გარდა ასევე გაზიანი და ცივი სასმელები და ასევე ალკოჰოლი შეიძლება მოგვივლინოს ტრიგერად ან ფსიქიკური აგზნება. მაგრამ როგორ გავარჩიოთ სლოკინი? ამისთვის რამდენიმე გზა არსებობს. პირველი გზა მათ შორის არის ჰარვარდის სამედიცინო სკოლის რეკომენდაცია, რომ სამჯერ ამოსუნთქვის გარეშე უნდა ჩავისუნთქოთ და დაახლოებით 15-20 წამით გავაჩეროთ სუნთქვა. თუ ამან არ გიშველათ, მეორე ხერხი არის ეს, რომ მუხლები მივიტანოთ გუმკერდთან, რაც უკეთებს ლაით კომპრესიას დიაფრაგმას და აძლევს მას საშუალებას, რომ ეს სპაზმური და რითმული შეკუმშვა შეწყვიტოს. თუ ამ ყველაფერმაც არ გიშველათ და დაახლოებით 48 საათზე მეტი გაგრძელდა სლოკინი, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.